მოგესალმებით ბათუმის პირდაპირ ეთერში ჩვენ ახლა ბათუმში ვართ ევროპის მოედანზე სადაც გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე მეზღვაურები თქვენ უკვე იცით რომ არაერთი პროფესია ადამიანი შეუერთდა ამ საპროტესტო მოძრაობას საქართველოში რომელიც გაშლილია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამ საპროტესტო აქციების მოთხოვნა არის ხელახლა არჩევნების ჩატარება ქვეყნის მასშტაბით სამართლიან გარემოში და ის რომ გადადგეს მთავრობა ასე საპროტესტო მოძრაობის თავი მოთხოვნაა რომ გაათავისუფლონ უკანონო და პოლიტიკური მიზნებით აკავებული ადამიანები მოვისმინოთ მეზღვაურებისგან თავად მათი გზავნილები როგორია მოგესალმებით ბათუმის პირდაპირ ეთერში თქვენ ხართ მეზღვაურები ხო? რატომ გადაწყვეტთ რომ დღეს გამოსულიყავით ამ საპროტესტო აქციაზე? ძალიან ცუდი ამინდია ახლა ბათუმში ქარი წვი, მაგრამ თქვენ გახართ აქ ევროპის მოედანზე. რატომ გადაწყვეტთ რომ გამოსულიყავით ამ საპროტესტო აქციაზე? თქვენი გზავნილი შესახებ გითხარით. პირველ რიგში მოგესალმებით ყველა სოლიდარობა თბილისში, დაჭერილ ბიჭებს პირველ რიგში. მეორე ეგ არის რომ ასეთი პრობლემულად შეიძლება ყველა მეზღვაურს შეექმნეს პრობლემა სამუშაოს მაგალითად. ვესწრებით რომ გავაკეთოთ ისე რომ არ კონდეს პრობლემა ევროპულ გემებზე და ყველა სამსახურს. თქვენი სახელი და გვარი? ზურაბ შარაძე. თქვენ ხართ მეზღვაური, რამდენი წელია? ევროპული გზის ჩაკეტვა მეზღვაურებისთვის უმუშევრობაზე გაღვივება მეორე წიგით ყველა მეზღვაურის სახე ყველა მეზღვაურს 40,000 მეზღვაური იწლება და პატარა მიზერი მაინც ვალიუტა შემოდის ეს სახელმწიფოს ინერგია ეგ ყველა ადამიანს ყველა ოჯახს ამ დასაქმება გახდება პრობლემა მეზღვაურებისთვის. ასე კვალიფიციური განათლების მიღება მეზღვაურებისთვის შეიძლება შეზღუდვა იყოს დიპლომების მიხედვით კიდევაც. შეიძლება არც დიპლომები ევროპის თქვენ როგორ სულ მდგომარეობაში მეორეა სალაპარაკო რა თქმა უნდა იქნება და ძალიან სულ მე 67 წელი ვარ და მე აქ არ უნდა ვიდგებ ის რაღაცას ვითხოვდი რაღაცა ეს კოლონიზო გაიგეთებიან აი ხო ხედავთ რა დღეში მეგვიყვანა დევანტელმა თავრობა აი როგორია საფრთხე თქვენ რას ხედავთ როგორ ხედავთ ამ პროცესს საერთკეთების ახლა ქვეყანა ქვეყანა ეკონომიკა წამოვიდა რატომ ჩვენი ხალხი დაჭირვების ხარჯები ძალიან სულ დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. მოგესალმებით ბათუმის პირდაპირ ეთერში. თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ. რას ნიშნავს ქვეყნისთვის და განსაკუთრებით მეზღვაურებისთვის ევროპული გზის ჩაკეტვა? თქვენ რას გვეთქვით? მეზღვაურების ნიშნავს რომ ვეღარ ჩაერთვება სავარაუდოდ საერთაშორისო ნაოსნობაში, იმიტომ რომ ჩვენი დიპლომების აღიარება უნდა მოახდენოს საერთაშორისო ორგანიზაციამ. ისინი პერიოდულად ჩამოდიან ქვეყანაში და ამოწმებენ როგორ მე მგონია რომ თუ მოვექცევით იზოლაციაში და ამათ არ ექნებათ ამის საშუალება შესაბამისად ჩვენი დიპლომები აღიარებას დაკარგავენ როგორც მაგალითად იყო 2010 წელს გარკვეული დარღვევების გამო ევროპაში და მაშინ ნახეთ რა გიბრალტარის მალტაში და სხვა ანალოგიურად სავარაუდოდ ჩვენ დაყოლანი დავკარგავთ სამსახურს რა ეტაპზე ახლა ქვეყანა საერთკენ მოდის ქვეყანა იმ ეტაპზეა რომელიც მოგონია ისტორიულად არ ქონია ვართ ძალიან შემოსავლები ძალიან შეერებულად და ისება აღრელად უძლებ თავს იმის გამო რომ თავს ხელისუფლება რომელიც არის მათყუარა უკვე თვითონაც გაიხლავდა საკუთარ ტყუილებში და უბრალოდ არ გვეკადრება გავდეს ის ხელისუფლება რომელიც ყავს ისინი უწოდებენ თავიანთ თავს ხელისუფლებას თორემ რომ არალეგიტიმურები არიან და თავი მოაქვს კიდე რომ ვიზონ ლეგიტიმურები და ამბები და პრეზიდენტს აველაშოთა ეს ორიგინი
გამოსავალი ხარ როგორ ხედავთ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ შეჩერდეს ეს პროცესი და დაბრუნდეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ვერტები იმ მოწოდებას რომელიც ღერდება სრულიად ყველა საქართველოს მასშტაბით და ჩადენილი არჩევნები და უნდა გათავისუფლდეს ყველა ის უკანონოდ დაბადებები. და ამის შემდეგ ერთად უნდა ავაშენოთ მართლაც ქრისტიანული ქვეყანა ეს გავსულ სამართლობის შესაძლებლობა უკვე ეს შესაძლებლობას კი აღარ გვაქვს ეს კაპიტანი და გამოდით დღეს ამ აქციაზე. რადგან მარტო დღეს არ გამოსულა შეერთავდივარ აქციაზე, უბრალოდ დღეს დაანონსდა რომ მეზღვაურები არიან და ცოტა კი, მეზღვაურებიც ალკე გამართეთ დღეს საპროტესტო აქცია, ასეთი ცუდი ამინდის მიუხედავად, ბათუმური ამინდი, და შტორმული ამინდია, ხო, შტორმია და ხო, ძლიერი ქარია და ამის მიხედვით თქვენ მაინც გამოყვეთ აქ ევროპის მოედანზე დადეკით. თქვენი მოსაზრება და არის დღეს რა სურს ახლა უცნებას თქვენ როგორ ხედავთ? ისე დაბრუნდა რუსეთში და ერთი კაცის ფულები შენახვდა. ჩვენ მისი ინტერესები არ გაინტერესებს. აი ხა გადავდივართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მე მოვისმინე სამეზღვაურებისგან. რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოსთან ხო არის? და თან რომ იქ გრძელდება დღეს საპროტესტო აქციები, უკვე მე-16 ღამეა და ძალიან ძლიერი იმის მიუხედავად, მაინც გრძელდება სამწუხაროდ. ბოდიში დიახ გადაწყვეტინე თან ვიაროთ მსვლელობა აქ ერთგვარი მარში ხმა მეზღვაურებიც იქ ვარ. იქ უკვე მარტო მეზღვაურები არ ამგონის ყველანი არიან. ხელახალი არჩევნები უპირობოდ ხალხის განთავისუფლებას დააგავეს ამ დღეებში თუ ყოველთვის გამოჩობა. კი არ შეიძლება ხელახალი არჩევნებს ხო, რა შევთხოვ რა არის ამის შესახებ მთავარი წინაპირობა, რა სჭირდება ამ პროცესს, როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეს წინამდებობის მოძრაობა, რომ მართლაც მოუწიოს ივანიშვილს ამნაბიჯის გადადგმა და მართლაც შედგეს ქვეყანაში სამართლიან გარემოში ხელახლა არჩევნების ჩატარება. საკმაოდ ჭკვიანი კაცია და კეთილმოწყობა და ტრიკები მიყვარხდა. ხო. იცი რომ ბოლო ტრიკი აღარ გამოვა და წასვლის. ანუ ეს ტრიკი აღარ გამოსდის ივანიშვილს. ეს უკვე დარი შტაბორიქია, მაგრამ იცის მაგაცია. მაგრამ მის ხელშია ხო ჯერ კიდევ ძალაუფლება, გავლენა სასამართლოებზე, პროკურატურაზე, საპოლიციო ძალა. ხოლო ერთი რამ, მშვიდობი დაამთავროს ეს. და თუ არ მოინდომებს, ესე იგი მათი საქმეც უნდა დამთავრდეს. და თქვენ როგორ ხედავთ, რა არის მთავარი ფაქტორი ამისთვის, რომ ეს წინამდებობა ხალხისნება არ უკვე გამოხატული, ხო ქუჩაშია ხალხი, უკვე ესეთი რთული ამინდის მიუხედავად წვიმიანი ამინდის პირობებში. უნდა მიხვდეს და თუ არ მიხვდება, მაშინ ხალხის ძალას იგებებს და ხალხის ძალის გემო თუ უნდა იგემოს, მაშინ ამასაც მიიღებენ. კარგი, თქვენი სახელმწიფო როგორ არის? დანდელ გვარიან. გვარიან. თქვენ რამდენი წელი რაც მეზღვაური ხართ? ძალიან დიდი ხანი 1967 წლიდან. ეხლაც მოქმედი მეზღვაური? არა, ეხლა საზღვარადმინისტრაციაში შობ რამდენიმე წელია. დღეს ამათ ერთიანი ეს მეზღვაურების პოზიციები. რა თქმა უნდა, წარმოვიდგინეთ რა, ესე იგი ყველა მეზღვაური მუშაობად დარჩება, თუკი მათ დიპლომებს არ ცნობენ. უკვე დაანონსა ევროპამ, ამერიკამ. ნუ აღარ ცნობენ ჩვენ დიპლომებს და მეზღვაურები დარჩებიან სახლში. ანუ არის ეს საფრთხეც რომ შეიძლება აღარ ცნობენ მეზღვაურები. ეს საფრთხე არის ესე რეალური ის არის უკვე რა კანონმდებლობა, რომელსაც დაანონსებენ კავშირი თუკი არ მეგობრებო ჩვენ. ახლა საქმეები დღეს ამ პროცესს ხო წინამდგობა საერთოდ ხელისუფლება, უბრალოდ არალეგიტიმური ხელისუფლება კაპიტულირდება ქუჩაში გამოსულ ადამიანებს, ხო? ძალიან ბევრი ადამიანს ცემეს ფიზიკურად ძალადობებას, საკუროქს წამებასთან, როგორც ამას ამზიგო სახალხო დამცველია, ეს საერთოდ ამ სიტუაციაში რა გამოსავალია სახალხო დამცველის მე არაფერი არ მჯერავს, მაგრამ ვერჯერ გვიჩვენა მისი მიკერძოება ოცნების მიმართულებით, ოცნების კაცია, მაგრამ
საერთოდ ჩვენთან კანონი მისთვის ხალხის კანონი აღარაა მხოლოდ ოცნების წევრებისთვისაც კანონი და ხალხი ყავთ დამონებული მხოლოდ დამონებული ეგრეა სასამართლო არ არის ხო ის даже ჩვენი პოლიცია რომელიც ჩვენ და მეცადეს ჩვენ წინააღმდეგ რა უკნეს ქვეყანას რა ქვეყანა არის დაშლილი განადგურების პირსაა დროა მადლობა დიდი მადლობა ასეთი მეზღვაურების გზავნილი თქვენ ახლა ხედავთ რომ საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში ისე ვაჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ახლა უკვე ამ აქციას შეუერთდნენ მსვლელობით საპროტესტო აქციით მეზღვაურები იმის მიუხედავად რომ არის ძვიანი ამინდი ბათუმში ძლიერი ქარია ადამიანები მოქალაქეებმა იცგანენ ქუჩაში და ისევ ურყევად ითხოვენ ხელახლა ამ ნარჩენების ჩატარება ძალიან საგრძნობია ძალიან მკაფიოა მოქალაქეების შემართება ამ პროცესში რომ ისინი არ შეეგუებიან ამ ქვეყნის დათმობას ამ ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე გადასვლას და არ შეეგუებიან იმას რომ ქართულ ოცნებამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას უამიდობის პირობებშიც კი ამდენი ადამიანი ბათუმში ქუჩაშია გამოსული დღეს მე როგორც ნახეთ ამ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ უკვე მეზღვაურებიც სხვადასხვა თაობის ადამიანები დგას დღეს ქუჩაში არა მარტო ბათუმში თბილისში დიდ ქალაქებში არამედ თითქმის მთელ საქართველოში ყველა მუნიციპალიტეტში გამოდიან ადამიანები გამოხატავენ პროტესტს ასე ჩვენ ვხედავთ რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უერთდებიან ან პროტესტს ან ისინი იფიცებიან დღეს მაგალითად 1 საათიანი გაფიცვა მოაწყოს უკვე ბათუმში ევრო 2000-ის მასწავლებლებმა ასე ჩვენ ნახეთ გუშინ წინ ექიმების მარში და საპროტესტო აქცია ბათუმში დღეს უკვე მეზღვაურები გამოვიდნენ ქუჩაში მოდი ხამ ცოტა ხანში შეგაფოსა ჩემო გვაშველებები მოусვენოთ აქ განცხადებები რაც კეთდება გენდაცვალე რა ეს ინდამეთვალება არ გამეთოთ რომ შეგცივდეთ პირველი რაც მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ როგორც ერი შევდექით როგორც ხალხი შევდექით იმიტომ რომ ერი ეს არის ინდივიდების ერთობლიობა რომლებიც უბრალოდ სიცხით ნათესავები კი არ არიან რომლებიც უბრალოდ ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობენ მარტო კი არა არამედ რომლებიც ისტორიულად შეთანხმდებიან რაღაც საერთო მიზანს დიახ ჩვენი ერი შეთანხმდა საუკუნეების განმავლობაში ერთ მიზანზე რომ ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ჩვენი გზა არის საით აბსოლუტურად გეთანხმებით ჩვენი გზა არის ევროპისკენ ამაში შეთანხმდნენ ჩვენი წინაპრები რა გვარი სალიც არ უნდა იყვნენ სწორედ ამას მიუძღვნა თავისი სიცოცხლე სულხან საბა შემდეგ რომ ისტორიას გადახედოთ ილია ჭავჭავაძე თავისი აზროვნებით ევროპელი ადამიანი იყო და მინდა გითხრათ რომ მარტო რუსთაველის ვეფხისტყაოსანი რადღი 12 საუკუნეში დაწერილი აბა დამისახილეთ ერი სოფლიო ცივილიზაციაში რომელმაც შეძლო 12 საუკუნეში ამ ხელატანის ფილოსოფიური შინაარსის მეგობრობის სიყვარულის პატრიოტიზმის ქმნილება შექმნა დიახ ასეთი ვართ ჩვენ ქართველი ერი ჩვენ ვართ ცივილიზებული ერი რომელიც შევდექით და გვაქვს ერთი მიზანი და ეს მიზანი არის გზა საით ჩვენ გენაცვალეთ ეხლა თუ შევდექით როგორც ხალხი აუცილებლად ნახეთ რა მინდა გითხრათ ნებისმიერ ხალხში ნებისმიერ ერში რომელიც ცივილიზაციასაც არ უნდა იყოს ყველაზე აბორიგენებშიც კი ვინც დაწერა კონსტიტუცია ვინც ბელადს ირჩევს იმათაც კი ჩაწერეს რა ხელისუფლების წყარო არის ხალხი დიახ ყველგან ეს გაიგო კაცობრიობა რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი ეს ხალხი მერე ირჩევს ხელისუფლებას რომელიც ქვეყანას მართავს სახელმწიფო ინსტიტუტებით უკეთესობისკენ ასეა არჩევნების საშუალებით ქირაოს პოლიტიკურ ორგანიზაციებს რომ სახელმწიფო ინსტრუმენტები მისცეს და წაიყვანოს იმ მიზნისკენ რომელიც აქვს ეს აი ასეთი რამ მოხდა ჩვენთან ჩვენ შევდექით როგორც ხალხი როგორც ერი როგორც ქვეყანა და გვინდა განვითარდეთ როგორც სახელმწიფო ზუსტად ეს ამბავი მოხდა როცა 26 ოქტომბერს საქართველოს 62 მუნიციპალიტეტსა და ქალაქიდან 33 შემოვიარე სულ სხვა განწყობა იყო და შედეგი მივიღეს სულ სხვა ასეა თუ არა
დღეს არც ერთ პარტიას არავინ არ მოუყანია. ვინმე არის მოსყიდული, ვინმე არის ძალით მოსული. თბილისში 100,000-ობით ადამიანი იკრიბება. არც ერთი დღე არ გამომიტოვებია და მე მადლობელი ვარ ჩემი ხალხისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჯერ ქაშვეთთან გაჩერება რო იყო, მარტო ჩემი გამოსვლა იყო ხოლმე 10-სა და 11 საათზე. და 12 საათზე სანამ ხმა არ ჩამივარდებოდა. შემდეგ პარლამენტის წინ და ამიტომ გადავწყვიტე თბილისში დაუბარე დედაქალაქს, რომ მე აჭარაში მივდივარ მეთქი. თქვენი ხმა მინდა ჩავიტანო აქედან. ხმა თუ არა ზე გაუცილებლად იქვიქნები და დავინახო ისიც, რომ აჭარა ყოველთვის იყო უდიდესი ქართული საქმეების გამკეთებელი. აქაური ადამიანები დია გენდენაცვალე ყოველთვის იყვნენ. რა გაგვიკეთეთ? გიჟები ხო არა ვარ. გიჟები ჩვენ შევდაგით როგორც ხალხი, უფრო მეცაც გეტყვი. აი ბოლოსკენ რო წავალ გეტყვი, როგორია აჭარა? ამას დაგანახებთ მე. რატომ მომიწევს გული? რატო ჩამოდის ამდენი ტურისტი აქ? რა, სხვაგან ზღვა არ არის? სხვაგან ხალხი არ არის? აქ სულ სხვა გენეტიკა, სულ სხვა ნიჭი, სულ სხვა აზროვნება, სულ სხვა სიმღერებია, სულ სხვა ლექსებია. აბა შეხედეთ ერთმანეთს. შეხედეთ, გაწიეთ ამ შეხედეთ. ესეთი ლამაზი ხალხი სოფლიოში არ არის. მართლა არ არის. და რა გაგვიკეთეს? აღმოჩნდა რომ თურმე თქვენ ისმენთ და მიმართვებს ბათუმში საპროტესტო აქციიდან სულ ცოტა ხნის წინ უკვე ბათუმის საპროტესტო აქციას შეუერთდნენ მეზღვაურები და გრძელდება საპროტესტო აქცია როგორც ბათუმში ასევე ქვეყნის მასშტაბით. ბათუმში მიუხედავად რომ წვიმს ძლიერი ქარია, ისევ ძალიან ბევრი ადამიანი დგას ქუჩაში და აპროტესტებს ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის შეჩერებას, რაც ნიშნავს პრაქტიკულად უდიდეს საფრთხეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის, რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი. ამიტომაც უკვე 28-ნოემბრიდან ქუჩაში გამოსული ადამიანები ამბობენ, რომ ისინი აღარ აპირებენ, რომ დაბრუნდნენ აუდიტორიებში, დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, მაშინ როცა უდიდესი საფრთხის წინაშე ქვეყანა. აქ გავისაუბროთ სტუდენტებს, მოგესალმებით ბატონო მათე, ბათუმის პირდაპირ ეთერში, ვინმე გაგესაუბროთ. დღეს უკვე მეზღვაურები შემოუერთდნენ ამ საპროტესტო აქციას ბათუმში. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ამბავი? თქვენი ემოცია რო გაგვიზიაროთ? მეზღვაურებს ალბათ ძალიან უნდა აწუხებდეს ეს პრობლემა და არ უნდა აწუხებდეს ეს ამინდი. ამიტომ დღეს მეზღვაურები შემოუერთდნენ ჩვენს უცხოეთ პროტესტს და არ ვიცი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი პროფესიის ადამიანების მაქსიმალურ ჩასულებას და ეს მშვიდობიანი პროტესტი უნდა გაგრძელდეს ყოველდღიურ რეჟიმში, სანამ არ მივაღწევთ გამარჯვებას და აუცილებლად ეს უფრო ფართო მასშტაბიანი გახდება, უფრო მეტი პროფესიის ადამიანები ჩაერთვებიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს არის გაფიცვა დღეს აჩვენა ქართველმა ხალხმა ეთქობა და აი 1 საათიანი თითქოს მანიშნებელი იყო 1 საათიანი გაფიცვა რაღაცის, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მასშტაბიანი რაც ევრო 2000-მა მოაწყო, ხო? ევრო 2000-მა მოაწყო სამკურნალო გუნდმა მოაწყო. ეს კომპანიების მაჩვენე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ გაფიცვაში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველამ გავიაზროთ იმაზე ძვირფას ვერაგდროს ვერ დავკარგოთ, რაც არის ჩვენი თავისუფლება და არ აქვს მნიშვნელობა არანაირ სამსახურს, არანაირ განათლებას, არანაირ აკადემიურ მოსწრებას თუ დღეს ჩვენ არ გავიცავთ საერთოდ მომავალს. აი რომ ხალხი უკვე ახალი პრეზიდენტის არჩევას აპირებს არალეგიტიმური ხელისუფლება. რა ეტაპზე გადადის ახლა ეს პროცესი, როგორ ხედავთ? არ ვიცი, ქართული საქართველოს რუსული ხელისუფლება ცდილობს რომ ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტიც მიითვისოს, ჩვენ გვეყოლება არალეგიტიმური მთავრობა თავისი არალეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტით და არაფერი არ შეიცვლება ჩვენთვის. ჩვენი ბრძოლა არის ბოლომდე და ვერაფერს ვერ გადაგვიწყვეტს ვერც არალეგიტიმური მთავრობა, რომელსაც არ ვაღიარებთ ჩვენ და არ აღიარებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ვერც არაღიარებული პრეზიდენტი. ამიტომ ბრძოლა მაინც ბოლომდე იქნება. მადლობა, ეს მათე ცენტერაძეა, სტუდენტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაიწყო საპროტესტო მოძრაობა საქართველოში, მათ შორის ის არის სტუდენტი, რომელიც ათენებდა პროტესტის ნიშნად ღამეებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში. იმდენ მოგეხსენებათ, რომ 10 სტუდენტი რჩებოდა ფოიეში ღამით და ათენებდა ღამეს, რომ გამოეხატა პროტესტი არჩევნების ძალაუფლების მიტაცების გამო და ამბობდნენ, ისინი არ შეეგუებოდნენ ამას. მოგესალმებით, მოდი თქვენი ემოციას რო გაგვიზიაროთ. როგორია დღევანდელი დღე? დღეს აი უამინდობის პირობებშიც კი
ძლიერი ქარია, მაინც გახართ ქუჩაში და არ იშლებით, ხო? რა საჩვენებს ეს შემართება, რა გამოდის თქვენთვის ეს ბრძოლა? როგორც თბილისში მომდინარე სიტუაცია, გავსად მოპირებს გავაცალოთ როგორც ბათუმში, არა მშობა. ამინდი როგორი იქნება, ყველას ერთის უცხოეთები გვაქვს, რომ გავაცალოთ ევროპული ცხოვრება და ვიბრძოლოთ ევროპული ცხოვრებისთვის. მეგობრებო, ვიცი, ისა რა ქვია. ამინდისთან მიუხედავად, როგორც ხედავთ, უამრავი ხალხია, ხოთ მაქსიმალურად გადაჭერა, არ იყოს ეს სოციალური ცელებიდან, უპირდება ჩვენ ადგილზე ყოფნა. ამასთან მომართეთ მაგას. დღეს მეზღვაურებით შემოუერთდნენ უკვე ამ საპროტესტო აქციას. ეს რას ნიშნავს თქვენთვის ეს ამბავი? მოკლედ, იმას ვიტყვი, როგორც თბილისში არის ეიქარების მრავალი პროფესიის ადამიანი შეუერთდა ეს ერთმანეთს, როგორც ბათუმი გამოირჩევა საერთოდ საზღვაო ქალაქით და როგორც მოწინავე ქალაქია საზღვაოს მიმართულებით, გამოთქვეს სურვილი მეზღვაურებმაც, რომ თანადგომა გამოიცხადა ჩვენთვის და როგორც პირველი პრობლემა, როგორც ასეთი პროფესიულ თემებს ეხება, რომ ეს არაევროპული თემით წასვლა რა, მაგალითად ეს იქნება როგორც მაგალითად ვიზასთან თემაში პრობლემა, როგორც მაგალითად საზღვაო ნებისმიერ დარგში, არ აქვს სხვა კონკრეტულად ყველა დარგში იქნება პრობლემა. სხვა ხედავთ რამდენი ადამიანია და ხო უამინდობის პირობებშიც კი. თუმცა აგრეთვე ერთ-ერთი მოქალაქე გვიწერს კომენტარში, რომ 200 კაცი ვერ გადაგუწყვიტავთ საქართველოს ბედსო. რას ეტყოდით მას? ზუსტად შეიძლება ერთმა ადამიანმა გადაგიწყვიტოს ეს კონკრეტული რაღაც კითხვა, ეგრეთ წოდებული, რომ ვერ გადაწყვიტავს 200 კაცი ქვეყნის ბედსო, მაგრამ მე გეტყვი, რომ კონკრეტულად ერთ ადამიანს შეუძლია გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი. ბევრი ისტორიული პიროვნება ყავს. შეგიძლია გადააავლო ისტორიულ. როცა ერთი ადამიანის პროტესტი, იმედად შტამბეჭდავი იყო და ერთ გავლენის მომხდენი, ხო? უამრავია მსგავსი. და ჯერთი ხალხმრავალია ეს აქციები, ეს ჩანს არ ერთ შემთხვევაში და 16 დღე პრინციპში უწყვეტად გრძელდება ეს საპროტესტო აქციები, მათ შორის ბათუმში. მაქსიმალურად არ აქვს მუშაობა როგორი ამინდი იქნება, სისტემატიურად ვაპირებთ, რაც არ უნდა იყოს. ზოგ სამსახურეობრივი პრობლემები აქვს და მაინც აპირებს გამოხოს ზოგს რა და ზოგს რა, მაგრამ როგორც ხედავთ უამრავი ადამიანია. ხო. აი ეს დღეები ისევ ცუდი ამინდია, ანუ წვიმიანი ამინდებია. რაც გამოძარება შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც თქვენ მაინც აპირებთ რომ ისევ გამოხვიდეთ უწყვეტ რეჟიმში საპროტესტო აქციაზე. თბილისში აქციები მიმდინარეობს, იგივეს გავაკეთეთ აქ იმისაც უამინდობის მიუხედავად. მადლობა, თქვენი სახელი გვერდ შემოგხსენი. მადლობა. ასეთი განწყობაა ბათუმში საპროტესტო აქციაზე. მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ. დღეს თქვენ მეზღვაური ხომ არ ბრძანდებით? დღეს შემოვიდა მეზღვაურები ამ საპროტესტო აქციას, ხო? სხვა და მეზღვაური ეს ერთი ცნებაა. ხო. რას ნიშნავს ეს ამბავი, რომ დღეს უკვე ისინიც დგანან ამ საპროტესტო აქციაზე სხვებთან ერთად? საკასო სამართლობაა და უკანონობაა და კანონი არ კანონებს, რომელ ქვეყანას ხუნტაა ეს. ეს არის ხუნტა, პირდაპირ მნიშვნელობა. და აი ამ შენობასთან ერთი კაცი გაუშვეს. ახლა მოპირდაპირ მხრიდან გაუშვეს. ხალხი გულისხმობს დაბაშიძეს, ხო, ასთან დაბაშიძეს, რომელიც გაუშვა. ყველა ბათუმელს და ლოზუნგების რო არ არის. ხალხმა უნდა გამოვიდეს. მე მეზღვაურების ერთი მწამს, მაგრამ მეორეს როდის აკადემიები არის, სასწავლო აკადემია და მეზღვაურთა, რომელსაც ხვალ გზა ეკეტება. წარმოიდგინეთ ახალგაზრდების გარდა მეზღვაურებს, რომელსაც ხვალ ლიცენზიას ჩამოართვევენ და დამთავრდება მათი მეზღვაურობა და ასე შემდეგ. მარაზმია რომ გითხრათ პირდაპირ. მე 67 წლისა ვარ და ბევრი რამე მინახავს, მაგრამ ასეთი მარაზმი არ მინახავს ქვეყანაში. მიხდით აი ახალგაზრდებისთვის ჩვენ ასე თუ ისე უკვე ასაკი მიწყობს იმას, მაგრამ ახალგაზრდებისა დღეს ეს ცხოვრება და მე მიხარია დღეს თბილისში აი ეს ახალგაზრდები და აქაც ბათუმში სიტყვაზე იღბეჭებს ყველაფერი და მათია ეს ქვეყანა და მათმა უნდა დაიცვას ეს პრობლემა. ხო, აი წვიმის და ქარის მიუხედავად მაინც დგას ხალხი ქუჩაში. თქვენც ახლა ქუჩაში ხართ ესეთ რა ქვია ყინვაში პრაქტიკულად, ხო, ბათუმის პირობებში. და რა არის მთავარი ფაქტორი წარმატების მისაღწევად? თქვენ როგორ ხედავთ, რომ მართლაც მოუხდეს ივანიშვილს უკან დახევა და ხელახლა არჩევნების ჩაანიშნა უკვე სამართლიან გარემოში? არის, იცით. მე ის მაგერად ვერ ვილაპარაკე. მე წამს რომ ეს ყველაფერი დამთავრდება. ხალხის, იმიტომ რომ ხალხს ვერ გააჩენს.
უკვე ისეთი ტალღა ეს მისდა როცა ასე სისხლიანად პირისპირდები ახალგაზრდობას არავის არ შეჩერდა ისტორია აი ყველა ისტორია რა გადაიკითხეთ არავის არ შეჩერდა და არავის არ შეჩერდა აი თავი ეხლა ეს ფართო მასშტაბიანი იყოს ისევ საპროტესტო აქციები და იყოს უცხოეთ რეჟიმში ეს თბილისში ხო უკვე სხვანაირი უკვე სხვა მუხტი არის უკვე დილიდან იწყება ეს ყველაფერი ეს მის ერთი დღეს მთელი დღე უკვე საპროტესტო აქციები იყო მთელი დღე ეს თავის შედეგს ეს იმიტომ რომ ბათუმში ხო დღეს ხო ერთსაათიანი აქცია გაფიცვები როგორც სასტუმროს მხრიდან ასევე იქ კოალიციუმი ევრო 2000-ი გაიფიცა 1 საათით კი აი უკვე ის ყველაფერი გადამდებია ეს ყველაფერი მაგრამ რა არის იცი სიმართლე არის ყველაფერი ყველაზე ჩვენ ყველა ადამიანს დავწერ 80% ევროპაში და ვარ მომდევნო თაობა უფრო სხვანაირად დაიყო ეს მთლიანად ყველაფერი უნდა დამთავრდეს თქვენ როგორ თაობას ხედავთ ეხლა რას ატყობთ ჯენზის ასე ვთქვათ ხო რომელიც ყველაზე აქტიურია ამ პროცესებში და ავანგარდში დგას წინა ხაზზე დგას ბატონო ეს არის დააკვირდით რომ უკვე პოლიტიკოსებიც უკვე ახალგაზრდობა მაიყოს და მე წავს ახალგაზრდობას მე დარწმუნებული ვარ ისინი თავის საქმეს იტყვიან იმიტომ რომ ხვალიდელი დღე მათია მიმიხდით ჩვენ მაინც ასე თუ ისე ხარ მე პირადად საბჭოთა კავშირში მიცხოვრია და ბავშვად აზროვნებთ რა ამგეს არ უცხოვრია საბჭოთა კავშირში ამგეს არ უნდა ეს მუსების თქოს არ უნდა და ახლა ძალით ანუ სხვანაირად გძნობენ ევროპას თქვენ ფიქრობთ ისინი და რაც თავარია კიდევ ჩემი შეხედულებით თუ დააკვირდით ხარდაჭერა უკვე სოფლიოს არის მე ეს ცოტა არა უწინ იმდენად არის ხო პატარა ერივარ რაღაცა და უკვე ხედავენ რომ ქვეყანას რომელსაც შეუძლია და უნდათ ევროპაში ასეთი ხუნტა წარმომადგენელი ხუნტების აკეთებენ ასე ითვალებს თქვენი სახელდაგვარი ზურაბ უფლება დიდი მადლობა ბატონო ზურაბ რომ გამიზიარეთ თქვენი მოსაზრება ასეთი დარწმუნებული ვარ მოვა ის ჟამი ჩვენ ჩვეულებრივ როგორც ქალაქში აქ მაცხოვრებელი ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით და მოლოცვებით დავიწყებთ ერთმანეთის მოსამართლეს წარმატებები და წარმატებები თქვენს მადლობა ასეთი განწყობა ამ დროისთვის ბათუმში საპროტესტო აქციაზე წვიმის და ქარის მიუხედავად ისევ საპროტესტო აქციაზე დგანან ბათუმელები დაარქვათ ბათუმი დღეს დიდ ქალაქებში და პატარა ქალაქებში ყველა მუნიციპალიტეტში გამოდიან ქალაქებში და ამბობენ რომ ეს საპროტესტო აქციები არ დამთავრდება არ შეჩერდება საპროტესტო მოძრაობა რადგანაც უდიდესი საფრთხის წინაშეა ქვეყანა და საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს სახელმწიფოებრივობას მაშინ როცა საქართველოს შეაჩერა ევროინტეგრაციის კურსი თქვენ მეზღვაური ხართ ჯემალ გამარჯობა თქვენ შემოვერთით დღევანდელ აქციას ხო? მოდი გითხარით თქვენი გზავნილი რამდენი მეზღვაური შეუერთეთ დღევანდელ აქციას თუ ძალიან ცოტა და შეიძლება ინფორმაცია არ მივიდათ საჩემო მივწერე და ძალიან ცუდი ამინდია ახლა წვიმს და ძლიერი ქარია კი ქარი ხრის და რა ვიცი ცოტა სახიფათოც არის ეხა კიდე გაუმჯობეს და ხო იმას მოუწოდებ რომ რა ვიცი თუ უნდათ რომ გაუქმდეს ხარისხი დიპლომის ხარისხი და რა ვიცი თუ უნდათ ისეთ კომპანიებში და საქმეებსაც რაც ხელფასი მიანებენ დაბალი ხელფასი აქვს პირობები აქვს დიჭამა აქვს და ასე შემდეგ რავი არ გამოვიდნენ ისხდნენ საფრთხე და თუ გონიათ რომ დღეს ახლა საკუთარ ბავშვში არიან და არ აინტერესებს და ეს არის პარტიული აქციები და სახალხო არა ისხდნენ მაშინ სახლში და მე რომ გვიანი იქნება და თავში ხელს მოერტყამენ რა ვიცი ახლა რაღაც მოთხოვენ ასეთი ამინდის მიუხედავად მაინც საკმაოდ ბევრი მეზღვაური გამოვიდა კი ანუ დაახლოებით 20-25 მეზღვაური არის აქ შეკრებილი მაგრამ მეზღვაურთა ქალაქია და ძალიან ცოტა ეს რა არის დღეს მეზღვაურებისთვის თავი პრობლემა რა პირდაპირ თქვენს პროფესიაზე როგორ აისახება ევროპის გზის ჩაკეტვა საქართველოსთვის გაუქმება ორი ისეთი ორგანიზაციის ევროპული ორგანიზაციის რომლებსაც მიბაძავს მე ამერიკულიც და სხვა კომპანიებიც რომლებიც უყურებს ამ ყველაფერს და როგორც 2010-ში იყო ხო გაგვიჩა სამშიაში შავსიაში გადაიყვანეს ჩვენი ისა რა ქვია და ძალიან ბევრი
ისეთ კომპანიებში ვერ შევძელით ანუ ახლაც არის იგივე რისკები, ხო? იგივე ხო, თქვენს ხო, ანუ დიპლომების გაუქმება ჩვენს გვეხება, საზღვაო აკადემიაში ვისწავლე 4 წელი ხო, მე თქვენ დიპლომი ავიღე. ხო. ქართული დიპლომი თუ არ იქნება ისე რა ქვია, ვალიდური ევროპული კომპანიების, კარგი კომპანიებისთვის ვინდა მასაქმნებს. არავინ არ დამასაქმნებს კომპანიებს და იქნებით სულ კომპანიაში. კარგი და მაგიტო უნდა გამოვიდეთ მარტო მაგიტო უნდა გამოვიდეთ იმიტომ კი არა რომ რაღაცა თქვა არა ეს ზოგადად არ არის ეს რა ქვია პარტიული აქციები ეს არის სახალხო აქციები ასე თუ ისე ქვეყნის საერთო ინტერესისთვის ხო საერთო ინტერესისთვის იმიტომ რომ ხედავთ უკვე აშკარად მიგვაქანებენ რუსული რეჟიმისკენ ამყარებენ ტოტალურ რეჟიმს ქვეყანაში და მინდა ეს ჩვენ თქვენი გვარი შემახსენეთ ჯემალ კახიძე იყო ის მეზღვაური თქვენს მოსაზრებას ისმენთ მადლობა ჯემალ გადადებული მაქვს ჩემი პროფესია იმისთვის რომ ქვეყანას ემსახურე და დადიხარ საპროტესტო აქციაზე ყოველდღიურ რეჟიმში უწყვეტად კარგი მადლობა მოთხოვს ძალმილები ახლა რაც კეთდება ბათუმში საპროტესტო აქციაზე რა განცხადებები ჟღერდება მეგაფონიდან ის და ქარის მიუხედავად ადამიანები ქოლგებით საწუმრობით შეიკრიბნენ მაინც ბათუმში ისევ საკონსტიტუციოსთან დაჭერეს მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ და გამოხატავენ პროტესტს უწყვეტად. When we continue ready. Davidov, ხმამაღლა. დაბედეთ და თუით მიმართლე. ამაუშით მიმართლე. უწველად. მე და ჩვენ გავიზარდეთ ისეთ გარემოში, სადაც ჩვენი ნამდვილი სახის დამალვა და ჩვენი ნამდვილი სახის დაცვა გჭირდებოდა. იმიტომ რომ ყოველთვის გვებრძოდნენ. ყოველთვის ცდილობდა ან კულტურა, ან ძველი რეჟიმი, საბჭოთა კავშირი, რომ ჩვენი ნამდვილი სახეები ჩაეკლა, სიმართლე მოეკლა. ბევრი ადამიანი ზოგმა შეინარჩუნა ეს, დარჩა ავთენტური. ზოგი მოერგო მაინც სისტემას, ზოგი მოერგო მაინც კულტურას, მაგრამ გათავისუფლდა. ბევრი ასეთი ადამიანი სამწუხაროდ დავკარგეთ. და ასეთი ადამიანების ხარჯზე, და ასეთმა ადამიანებმა მოგვიტანეს ჩვენ თავისუფლება და გამარჯვებები. ასეთები იყვნენ ილია, აკაკი და ვაჟა და ჩვენი დამფუძნებელი მამები. ასეთი იყო ანწუხელიძე. ასეთები იყვნენ იუნკერები, მარო მაყაშვილი, ჩინდისის გმირები. და დღეს მე ვგრძნობ, რომ საქართველოში ეს სიმართლე იღვიძებს. ჩვენში ის რაღაც, რასაც უფრთხილდებოდით, რაღაცა ჩაკეტილი გქონდა ჩვენ თავში და მოვიტანეთ დღემდე, რომ არ გაბოროტებულიყო, რომ არ მოეკლათ, რომ არ განადგურებულიყო, აი დღეს მე თვითონ გძნობ ამას, რომ ჩემში იღვიძებს და დარწმუნებული ვარ თქვენც იგივე ვგძნობთ. დარწმუნებული ვარ და ამიტომ ვერ ვეგუებით. რაც ხდება დღეს, ამიტომ ვერ ვეგუებით ადამიანების წამებას ქუჩაში, ამიტომ ვერ ვეგუებით ჩვენი სახლის, ჩვენი თავისუფლების რუსეთისთვის გადაცემას. ეს სიმართლეა სინამდვილეში, რაც აშინებთ. და ჩვენ თუ ამ სიმართლეს ხმამაღლა ვიტყვით, გავიმარჯვებთ. ჩვენ ვებრძვით ადამიანებს, რომლებსაც ჩაკლეს ეს სიმართლე თავის თავში, იმისთვის რომ ფული ეშოვათ, იმისთვის რომ ძალაუფლება მოეპოვებინათ. იმისთვის რომ გაეყიდათ სამშობლო და შური ეძიათ მათ გარემოზე, შური ეძიათ სამშობლოზე, რომელიც კი არ არის სრულყოფილი. მე არასდროს არ მოთხოვ ჩემს სამშობლოს იყოს სრულყოფილი. და რომ მე არ ვარ სრულყოფილი. მაგრამ ეს ჩემი სამშობლოა. ჩემია. და მე მიყვარს და ერთადერთია რომელიც გამაჩნია. და არ დავთმობ მას და არც თქვენ არ დათმობთ. რადგან მიუხედავად იმისა, რომ არ არის სრულყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანის ტკივილი გამოიწვია, ჩვენ ვწყვეტ როგორი იქნება ის ჩვენი თავიდან გამომდინარე, ჩვენი სინდისიდან გამომდინარე. და ბოლოს, ვისია ეს პროტესტი? ვისია ეს შენობები? ვისია ეს ქუჩა? ვისია ეს ქალაქი? ვისია ეს ქვეყანა? ვინ არის ძალაუფლების წყარო? არ დაგვავიწყდეს ეს არასდროს.
ვისაც ვებძვით მათ ამოძრავებთ შიში და ორი სიტყვა მინდა ვთქვა შიშზეც მე ძალიან მეშინია მე როგორც ბევრ ადამიანს დღეს საქართველოში მეშინია როცა ვხედავ რეჟიმის სისასტიკეს როცა ვხედავ დამსჯელი რაზმის დაუნდობლობას მაგრამ ამ შიშს ძალა არ აქვს ამ შიშს ძალა იმიტომ არ აქვს რომ სიმართლე ყოველთვის დაამარცხებს შიშს და რა მომენტში ჩვენ სიმართლეს თვალს გაუსწორებთ შიში ჩვენ ვეღარ გვართავს იმ ადამიანებს კი ვის დღეს ქვეყანას ღალატობს მარტო შიში მართავს ძალაუფლების დაკარგვის შიში და ისინი ამ შეგნებას ვერ გაიგებენ ამას მხოლოდ თავისუფალი ადამიანები გაიგებთ ამას მხოლოდ თქვენ გაიგებთ და ბოლოს იმ ადამიანებს ვიზეს დღეს დგას დე-ფაქტო საოკუპაციო რეჟიმი მე მესმის რომ შეიძლება რაღაც კომფორტის ილუზიური კომფორტის მაგრამ კომფორტის რაღაც ილუზიური შვიდობის და ილუზიური სტაბილურობის დაკარგვის გეშინიათ მაგრამ იცოდეთ ძალიან სამწუხაროდ ჩვენი სისხლი დღეს თქვენს ხელებზეც არის თქვენ თუ შეწყვეთ რეჟიმის მსახურებას ერთი კვირით მაინც რეჟიმის ძალადობა ქუჩებში დამთავრდება ეს პასუხისმგებლობა გაკისრიათ მესმის რომ დემოკრებიან მესმის რომ გეშინიათ მაგრამ ჩვენ არ გვემოქრებიან ჩვენ არ გვეშინია ადამიანები ყუმბარებს და ტყვიებს უშვერენ თავს ადამიანები კომაში ვარდებიან დამტვრეული სახეებით მაინც გამოდიან გარეთ და 5 დღე სახლში დაჟომა ამ ხელაფასია მათზე მეტად გეშინიათ ამიტომ თქვენ გაქვთ ამის საშუალება თქვენ გაქვთ ამის უფლება და თქვენ გაქვთ ამის ვალდებულება რომ მოусმინოთ თქვენს სინდის გაუსწორეთ სიმართლეს თვალი და აღარ შეგეშინდებათ უпростоრად შეგეშინდებათ მაგრამ ეს შიში არაფერს არ ნიშნავს იმიტომ რომ სინდისი არ მოგასვენებთ ამიტომ დგავართ ამდენი დღე ამდენი ადამიანი გარეთ ამიტომ ეს არის რაც გამოძრავებთ სინდისი არ გვაჩერებს სახლში შიში არ გვმართავს არც ადამიანები არ გვმართავენ არც არავინ არ გვამუნათებს და გვეძახის გარეთ გამოდითო მხოლოდ ჩვენი სინდისი გვარნახობს ამას და მეც არაფერს არ ვითხოვ კი შემიძლია მოგთხოვოთ რომ გაიფიცოთ მაგრამ მოდით თვითონ გადაწყვიტეთ ოღონდ გაუსწორეთ სიმართლეს თვალი თქვენი თვალით ნახეთ რა ხდება თქვენი თვალით გამოიძიეთ ყველაფერი კრიტიკულად შეხედეთ ყველაფერს და მერე დარჩით თქვენ სინდისთან მარტო და რასაც სინდისი გეტყვით მარტო ის გააკეთეთ და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ და ახლა მინდა რომ თქვა ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვითხოვთ ამ დე-ფაქტო რეჟიმის წართმეული ძალაუფლების დაბრუნებას ჩვენ ვითხოვთ ოპოზიციისგან და ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტისგან სალომე ზურაბიშვილისგან დაკომპლექტდეს ტექნიკური მთავრობა და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით ჩატარდეს მართლა სამართლიანი არჩევნები და ჩვენ ვითხოვთ 500-ზე მეტი ტყვის გათავისუფლებას თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს გინდათ მშვიდობა გინდათ ღირსება მაშინ ჩახედეთ სიმართლეს თვალებში
დადეკით თქვენთან მოქალაქეებთან ერთად და ერთად ხმამაღლა დავაყავთ თქვათ არა რუსულ რეჟიმს. არა რუსულ რეჟიმს. დიდება საქართველოს. დიდება თავისუფლებას. დიდება საქართველოს. დიდება თავისუფლებას. დიდება საქართველოს. დიდება თავისუფლებას. გამარჯობა მეგობრებო, ძალიან გთხოვთ აი 20-30 მეტრით იქეთ რომ გადავინაცვლოთ, გაცილებით უკეთესი იქნება გადასაღებად. და რა ვიცი, რა აზრი აქვს ანუ აგებინებით თუ იცი. ოპერაცია პროექტის საჭირის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც უკვე მე-16 დღეა გრძელდება საპროტესტო აქციები. მოდით გავისაუბროთ სხვა მოქალაქეებს. ბატონო გოჩა, საღამოშიდობისა. მოგესალმები. თქვენც უწყოთ რეჟიმში დგახართ ამ საპროტესტო აქციაზე, ხო? რას აჩვენებს დღევანდელი დღე? დღეს უკვე მეზღვაურებით შეუერთეთ ამ საპროტესტო აქციას. რას ამბობს თქვენთვის ეს ამბავი? ყოველდღიურად პრაქტიკულად ვაკვირდებ მიმდინარე მოვლენებს და პრაქტიკულად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველდღიურად ამ პროტესტს უერთდებიან მოქალაქეები, უკვე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და მასშტაბი გაიზარდა. პრაქტიკულად დაახლოებით 17-18 ლოკაციაზე იყო პროტესტი და ეს ნიშნავს, რომ საქართველო აპროტესტებს ამ ხელისუფლებას. საქართველო აპროტესტებს უდანაშაულო ადამიანების დაკავებას. საქართველო აპროტესტებს რეჟიმს და დღეს პრაქტიკულად მთელ საქართველოში ისმის არარუსულ ხელისუფლებას. დღეს ჩვენ ხელისუფლებაში ვყავს ადამიანები, რომლებმაც წაგვართვეს ყველაფერი, მაგრამ ვერ წაგვართვენ ღირსებას, ვერ წაგვართვენ თავისუფლებას და პრაქტიკულად დღეს განან ადამიანები, რომლებიც სახესაც ფარავს ნიღბები, მაგრამ აი ხედავთ სპეციალურად მოვიხადეთ. მინდა რომ თელმა საქართველომ დაინახოს, მინდა რომ თითოეულმა მათგანმა დაინახოს. აუცილებლად იზეიმებს სამართლიანობა. თითოეული მათგანი პასუხს ადენს იმ უსამართლობაზე, იმ უკანონობაზე, იმ უთანასწორობაზე, რომელსაც ისინი ჩადიან საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ეს დღე არ არის შორი. მოუწოდეთ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია შვილები. წარმოიდგინეთ მეგობრებო, ისინი სახეს უმტრევენ ბავშვებს, ვინც ხვალ ჩვენი ქვეყნის მომავალია. როგორ უნდა გეძინოს, როგორ უნდა ჭამდეს, სვამდე, ან უბრალოდ არსებობდე, როდესაც შვილებს ცემენ, აწამებენ 500 პოლიტპატიმარია. 500 პოლიტპატიმარი აიყვანა ტყვეობაში რეჟიმმა. თითოეული აგმდგომი ადამიანის და თითოეული მოქალაქის მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ ისინი და მე ღრმად მჯერავს, რომ მათ ბევრი არ აქვს დარჩენილი. ჩვენს თუ არა უკვე ბზარები ქართული ოცნების სისტემაში. თქვენც იყავით ოდესღაც ქართული ოცნებაში, ხო? თქვენ იყავთ ხულოს მერი ოცნების ხელისუფლებაში. ეს გაიმიჯნა ბევრი, თქვენ იქვე ცნობილი პროპაგანდა, ვინც იყო ქართული ოცნების მხარეს, ეგრე ირმან სოხაძე, ხელისუფლება, რომელიც 2012 წელს მოვიდა სათავეში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით, 12 წლის შემდეგ ჩადის ყველაზე დიდ უსამართლობის უკანონობას. ვერ გამოვიდა კომპლექსიდან, როდესაც წინა ხელისუფალს ახსენებს 9 წლიან და საუბრობს 9 წლიან რეჟიმზე, ყველაზე დიდ უკანონობას სწორედ ის ჩადის. ამიტომ ხალხს არ მიუცია ხმა იმისთვის, რომ დალეწონ ბავშვები. ჩვენ წაგვართვეს სასამართლო, ჩვენ არ ყავს მთავრობა, ჩვენ არ ყავს პარლამენტი, ჩვენ არ ყავს სახალხო დამცველი, მაგრამ ყველაზე დიდი ინსტიტუტი, რომელიც ამ ქვეყანაში ფუნქციონირებდა და მოქმედებდა ბატონო ჯაბა, ეს არის ხალხი და ქუჩაში და ისინი ხალხს ვერ დაამარცხებენ. მინდა უთხრა და ჯერ არავის არ გაუმარჯვებაში ამ წვიმაში და ქარში. ბატონო ჯაბა, ვიჯგები ბოლომდე, აი მთელი პასუხისგებლობით ვამბობ და მინდა მთელმა საქართველოს თქვა, ფიცა ვარ ყველა საფიცა. ბოლო ამოსუნთქვამდე, ვიდრე არ მივაღწევთ სამართლიანობას. დიდი მადლობა, მაპატიეთ ემოციისთვის. მადლობა, კიდე ეს გოჩამელაძე იყო ერთ-ერთი მოქალაქე ბათუმში. ბათუმის საპროტესტო აქციიდან. თქვენ ხედავთ როგორი ამინდია ახლა ბათუმში, წვიმს, ქარია, მცივა. მაგრამ ადამიანები მაინც გამოვიდნენ ქოლგებით, ხელში, საწუმრებით. ისინი ისევ დგანან საპროტესტო აქციაზე და ამბობენ, რომ არ შეაჩერებენ ამ საპროტესტო მოძრაობას. რადგანაც ეხლა
ყველაზე მეტი საფრთხე ემუქრება თავად ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოებრიობას, ამიტომაც ახლა გაჩერების დრო არ არის. ტრანსპარენტებიც გამოიტანეს დღეს მოქალაქეებმა ბათუმის ქუჩებში. უკვე მე-16 დღეა გრძელდება უწყოთ რეჟიმში საპროტესტო აქციები, როგორც ბათუმში, ასევე სხვა ქალაქში. რა თქვენი გზავნილი დღეს სამართლე, რას ეთქოდით ოცნებას, მოდი ეს გითხარი. სამწუხაროდ გამოდელი როგორც ფსიქოლოგის ასე ვთქვათ აზრი, სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა დასაკვირველია და ვფიქრობ ძალიან დიდი რისკი ფაქტორია ფსიქოთერაპიული მომსახურებისთვის ის მიმდინარეობა, რაც ახლა ჩვენს თავობაში ხდება და ჩვენს პოლიტიკას და ჩვენს სახელმწიფოში. თქვენი სახელმწიფო სალომე გელაშვილი. მადლობა. ძალიან ბევრი ადამიანი დააპატიმრეს, ხო? 400-ზე მეტია დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ასევე 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. ამ პირობებში თქვენ მაინც გახართ აქციაზე, აქაც ბათუმში ახლა უამინდობაა, წვიმს, ცივა, ქარია, მაგრამ მაინც გახართ საპროტესტო აქციაზე. რა გზავნილია ეს ყველასთვის? დააკვირდები, სანამ ყველა ამ პერიოდში დაჭერილი პატიმარი, უკანონო პატიმარი და რეჟიმის პატიმარი დერეთ არ გამოვა, სულ რომ მარტო ვიდრე და მარტო რომ მოწეს საქმე. რატომ არის ხა მნიშვნელოვანი ეს ბრძოლა და პროტესტი? იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეფემდებარებოდა იმას, რომ შეეშინებინათ ხალხი, შეეშინებინათ ადამიანები, რომ აღარ გასულიყავით აქ და ალბათ ბევრჯერ ეს საჩი აღარ გაჩერდება ვერა ვეღარ გაჩერებს ამ ადამიანებს და ამ დრას და ამ სამართლების შესაძლებლობას, რასაც ამდენი წელია ვუყურებთ, ვითმენთ ეს პიკი იყო, რაც ახლა მოხდა და ამას ვეღარაფერი ვეღარ შეაჩერებს, სანამ არ დასრულდება ეს ყველაფერი. რა შეუძლია ხო მოქალაქეებს, რა ძალა მოქალაქეების ხელში, თქვენ რა ასეთმოდით სხვებს, რა შეგვიძლია ახლა საზოგადოებას? მე სულ ვამბობდი, რომ ყველაზე ასოციალური ადამიანი ვიყავი ზოგადად ამ პერიოდამდე, რაც სოციალური სივრცის მომყარებელი ვარ და მინიმუმ აქ თუ ვერ გამოვა, თავის ირგვლივ, თავის მეგობრებს, თავის Facebook-ის და სხვა სოციალური საიტების მეგობრებს მიაწვდოს სწორი ინფორმაცია, იმიტომ რომ ყველგან არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მთელი ჯგუფები, რესურსი, მატერიალური, არამატერიალური ხარჯება პროპაგანდაში, პროპაგანდაში, არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში და მე პირველად დავინტერესდი ამის შესახებ ეს პროცესები რომ დაიწყო და ჩემს პირველად აღმოაჩინე, რომ ბევრი ამ არასწორი პროპაგანდის. ხო, დღეს მგონი ბევრი ხედავს ამ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა ალბათ, ხო, რომ ქვეყანა აღარ მიდის ევროპისკენ, ჩაკეტეს პრინციპულად ევროპის კარი და აი ეს დაუფარავოთ გითხრა უკვე ირაკლი კობახიძემ ამ შემთხვევაში, ხო? და მოქალაქეს უკვე ახლა შეერა რომ უკვე ქვეყანა აღარ მიდის ევროპისკენ და არ ქვეყანა საფრთხეში, იმიტომ რომ უკვე გავდივართ რუსულ ორბიტაზე. თქვენ რას ეუბნებით მას, რა ძალა მოქალაქის ხელში, იმიტომ რომ ახლა ძალაუფლება ხო ისო ქართული ოცნების ხელშია ჯერ კიდევ. რა შეიძლება შეიცვალოს საპროტესტო აქციები წინააღმდეგობით? გააჩნია რას ვეძახით ძალაუფლებას, მე არ ვფიქრობ. პოლიცია, საპოლიციო ძალები, სასამართლო პროკურორობა, ყველაფერი ქუჩის გარდა. დარჩა მათი ზედამხედველობის და მათი ბრძანებების შესრულების ქვეშ. ოღონდ მე ვფიქრობ, რომ არქაც არის უკვე ბევრი მენტალური და ფსიქოლოგიური პროცესები, თუ ეს ჯერ აშკარად არ ჩანს და ჩვენ ამ შედეგებს ვხედავთ. მე ვფიქრობ, რომ ამ პერიოდამდე ყველა ამ საზოგადოების წევრი იყო, თავის პროფესიული როლის გარდა სხვა როლებიც აქვს და მე ვფიქრობ, რომ შიშრინაგანად არის ბევრი პროცესები დაწყებული და ზუსტად ჩვენი იმედი უნდა გქონდეს აქ, ყველას უნდა ვყოთ აქ, თბილისში თუ სადაც ვართ, რომ მათაც მივცეთ საშუალება გამბედაობა მოიკრიბონ და თავისი პროფესიული როლიდან დაიწყონ უკვე ამაზე საუბარი. მე არ ვამბობ, რომ წამოვიდნენ, თუ შეუძლიათ ადგილზე შეცვალონ, რაღაც თუნდაც ერთი ადამიანი ადგილზე გადაარჩინონ და ვერაფერს ვერ ხდები არ შიგნით, ამის თანამონაწილე რომ დაიწყებინონ. მადლობა, თქვენი სახელი და გვარი? კაცია მადლობა. დიდი მადლობა.
შესაძლებელი და მე მინდა თქვენი გულისკერა აქედან წავიღოთ და მთელ საქართველოს დავანახოთ. მაშავსე ერთად დავიწყოთ და ყველას გავაგონოთ. შესაძლებელი რომელიც ხოლმე მეტად გვიხდება საქართველოს ისტორიულად გვიხდება ჩაისუდგეთ ხმას თავისუფლების ხაერი ჩაისუდგეთ თავისუფლების ხაერი და შესაძლებელი ისეთი რომ ყველამ გაიგონოს ერთიან ძლიერ ევროპულ საქართველოს გაუმარ შევსკულანთებულ რა ნიჭიერი ახალგაზრდობა ყოლია რა თავდა მოდის ჩერმობალ თაობად ულანთებულებს და ძალიან იჭერებს გაუმარ და ჩვენ ბრძოლას სამართლიან ბრძოლას ბოლომდე ბრძოლას გაუმარ და ბოლოს ორი მოთხოვნა მენაცვალე ზუსტად და თქვი თავისუფლება პოლიტბატირნეს და აკერით რაში და ხმაური თავისუფლება იმიდეს რომლებმაც თავიდადეს ძალიან მაგალითად დაჭერა დაჭერლები. დიდი მადლობა. მადლობა ბატონ გოჩას ძალიან ემოციური სიტყვისთვის და ესე დაკოქრისთვის ჩვენი ცივა კიდეც იდეაში, მაგრამ ნუ ამ სიცივეს ვინ დარდობს კაცო. არ ცივა ეხა ტყუილებს ვერ ვილაპარაკებ ჩვენი ხელისუფლებასავით, მაგრამ ცივა, მაგრამ რო ცივა დააქვართ ეგ არის მაგარი, თორე რო არ გციოდეს და კომფორტულად რო ვიყოთ და ისე გქონდეს საპროტესტო, ეგეთ ქვეყანას გვინდა იდეაში რომ მოვესწროთ, რომ ისეთ რაღაცებზე გქონდეს პროტესტი, რომ რაღაცა სხვა დამოკიდებულება გვექნება, მაგრამ ჩვენ ეხლა პროტესტი გვაქვს იმაზე, რომ ქვეყანას გვართმევენ, მართლა. ხვალ ამ ქვეყნის წართმევის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ქართული ოცნებისთვის. წარმოუდგენელი ამბავი ხდება ხალხო. ხვალ არის დღე, როცა ამ ქვეყნის ისტორიაში უნდა გადაფურცლულიყო ახალი ფურცელი. დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს ქვეყანა პირველად არაპირდაპირი არჩევნების გზით ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. ეს წესით იმდენად მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი და იმდენად მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ამას სხვანაირი დამოკიდებულება უნდა გქონდეს საზოგადოებაშიც, მათ შორის ხელისუფლებაშიც და მათ შორის მაგალითად ჩემი მხრიდან და ჩემი ბევრი კოლეგის მხრიდან. აჭარის უმაღლესი საბჭო, ბათუმის საკრებულოს რიგი წევრები ვიყავით ამ არჩევნებში ეგრეთ წოდებული დელეგატები. ანუ უნდა მიგვეღო მონაწილეობა და თავის დროზე როცა გავიგე ეს ამბავი, რომ დელეგატობა შეეძლო მათ შორის საკრებულოს წევრს, თქვი რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ესეთი ახალი ისტორია იწერება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში და რატო არ უნდა მივიღოთ თქვა ამაზე მონაწილეობა. მაგრამ ხალხო რა მოხდა? მართლა იმაზე ნაკლები ამბავი კი არ არის, რაც კობახიძე თქვა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დახურვასთან დაკავშირებით. პრეზიდენტად დაგვისვეს კაცი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაიწუნა იმის გამო, რომ უმაღლესი განათლება არ აქვს. ეს კაცი ცხოვრობდა მათ შორის საბჭოთა ამბებიც გამოვლილი აქვს და სამწუხაროდ ამისკენ კი არ ვახალისებ, მაგრამ იმ დროსაც კი ამ ადამიანმა ვერ შეძლო უმაღლეს განათლების მიღება. როგორი ფორმით, ყიდვა, ასე შემდეგ, ეს საბუთიც კი არ აქვს უმაღლესი განათლების. მისი პოლიტიკური ამბავი რა არის? ყველას გვახსოვს იმით, რომ მაგრად შეიწერა. ერთადერთი რაც გვახსოვს ამ კაცის გვახსოვს ის, რომ მართლა მაგრად შეიწერა და ეს კაცი ხვალ დიდი ალბათობით შეიძლება პროცედურულად გაიწელოს და მეორე ტურის ზეგან მაზეგ, რა ვიცი, გახდება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. და ამაზე დიდი
აი სიგიჟე წარმოუდგენელი ამბავია, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალი იყოს ადამიანი, რომელიც მართლა ფეხბურთის ფედერაციის მთავარსარდალი ვერ იყო, იმიტომ რომ კაცი ფეხბურთს მაინც თამაშობდა, კარგად თუ თამაშია ეს ფეხბურთი და იქაც არ მიიღეს იმის გამო, რომ დიპლომი არ ქონდა და ქვეყნის პრეზიდენტი ხდება. ვითომ ოპოზიციონერი, დღეს ხო თქვენს რომ ხალხის ძალა თურმე ოპოზიცია არისო. ვითომ ოპოზიციონერი იდეაში მონა, განათლებული და წიგნიერი ვინც ყავდა, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი. წლების შემდეგ მიხვდნენ რომ ეს ხალხი არ არიან მართლები, კუწრფელები და არ არიან ქვეყნისთვის, ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები და გაუწიეს წინააღმდეგობა, ხო? ეხლა შეარჩიეს ერთადერთი კრიტერიუმით ბატონი ყაველაშვილი, რომ იყოს რაღაცა კუნძი და მონა ამ ხელისუფლების და ხვალ ეხლა ხო აქ ბევრი ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს ჩვენი უწყვეტი პროტესტი და ხვალ უბრალოდ შემახვედრეთ ბათუმელი, ვისაც ეს ამბავი ბოსტონს და ვისაც ეს ამბავი უხარია. ხვალ მართლა ძალიან ფელმა ქალაქმა უნდა გააპროტესტოს ეს ამბავი, ვინც ვერ ახერხებს დედაქალაქის წასვლას და უნდა უთხრათ ქართულ ოცნებას, რომ ამ კლოუნადაში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ და ამ კლოუნადის მომხრეები ჩვენ ვერ ვიქნებით. ამიტომ ერთადერთი ლეგიტიმური ევროპული ინსტიტუტი, რომელიც არის დღეს ქვეყანაში დარჩენილი, ეს არის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ყველა ჩვენი თანამებრძოლის, ყველა ჩვენს პროტესტში მონაწილე ადამიანის დიდი მხარდაჭერა ექნება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ის იქნება ამ ქვეყნის წარმომადგენელი როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე შიდა პოლიტიკაში. წარმოუდგენელია ჩვენ მივიღოთ პრეზიდენტად ბატონი ყაველაშვილი, დაგვანებოს რა თავი რა, მართლა წარმოუდგენელია რაღაცა ამ მეფა იყოს ამ ქვეყნის პრეზიდენტი. წარმოუდგენელი ამბავია. ხალხო, მე ამ მიკროფონზე მონოპოლია არ მაქვს. ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გამოხვიდეთ, თქვენი აზრი დააფიქსიროთ. თქვათ ის თუ რატო ხართ აქ, იმიტომ რომ ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის თითო ისტორია არის ძალიან გამამხნევებელი და ყველა ჩვენი ისტორია რო გვაქვს ამ ყოფნისა, ეგ უფრო გვაძლიერებს კიდე. ამიტომ გთხოვთ რომ გამოხვიდეთ, გვითხრათ თქვენი ამბავი, რატო ხართ? ის ვიჩებით ვაკარგა? კი, ვაჟი, ის. რატო ხართ აქ? გვითხრათ ეგ ამბავი, თქვენი სატკივარი გვითხრათ და გაუჩინოთ თანაგანს და მოქალაქეებს იმისა თუ რატო უნდა იყვნენ აქ. გთხოვთ ყველას რომ მოხვიდეთ და მიკროფონში გვითხრათ თქვენი საქმე. უკან არის ისტორია ისმის კაცო ის. გადმოდი კუპაცი. ერთი შეძახილი გვინდა აბა საქართველოს გაუმარ! 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 სად მივდივართ? ევროპაში! სად მივდივართ? ევროპაში! სად მივდივართ? ევროპაში! მადლობა. გაიგონოს კარგად ბატონო. აუცილებლად ხალბატონო, აუცილებლად გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს კისერი მოწყდება ზოგიერთს. აქ ძალიან ბევრი ადამიანს ხედავ, მათ შორის ხედავ პოლიტიკოსებს, ვინც დღეს განცხადებაც გაავრცელეს და ხალხო, აქა ერთხელ კიდე რო ვთქვათ, რა უთხარით მედიას, რაზე ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და გთხოვთ რა რომ მიმართოთ და აუგუსტისთვის ბათუმში საპროტესტო აქციაზე. გამიმართვა გავრცელდა. ის მიუხედავად რომ ძლიერი წვიმა იყო ბათუმში, ქარია, ადამიანები მაინც შემართებით განარა იმ საპროტესტო აქციაზე, ქოლგებით, საწუმრებით. დღეს ისევ მოვიდნენ ადამიანები საკონსტიტუციო სასამართლოს თანაჭერის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ და ისევ უწყლოდ რეჟიმში ითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას სამართლიან გარემოში, იმას რომ გადადგეს მთავრობა და ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ არჩევნებს. მოდი კიდევ ერთ მოქალაქეს გავესაუბროთ და ამის შემდეგ დაგემშვიდობებით. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, შეიძლება რომ გაგესაუბროთ. მოგეთ ხვალ უკვე მივიდა ოცნება იქამდე რომ ირჩევს არალეგიტიმური ხელისუფლება უკვე პრეზიდენტს. რა ეტაპზე გადადის ახლა ეს წინააღმდეგობა? თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს? პარლამენტია მთლიანად არალეგიტიმური და არსებითად ჩვენთვის დამოუკიდებლობა აქვს. ასე ყველა შეუძლია თქვა რომ ვარ მე არსი.
თუ ევროპამ არ გსნო, თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ გსნო და ახლა მარტო რუსეთმა გსნო, ნუ ჯერ მოუწევთ პასუხისგება და შემდეგ რუსეთში წასვლა რა. რა არის როგორ ფიქრობთ, თავი ფაქტორი ამ პროცესში, რომ მოუწიოს ივანიშვილს უკან დახევა და ხელახლა ჩატარება. ერთიანობა, დღეს ჩვენი დიდგორი აქაა. ერთიანობა და უკან დასახელების აღარა. კიდები ჩატეხილია დამთავრდა. და მე მგონი ეს უნდა იყოს ერთი და საბოლოო ბრძოლა გამარჯვებამდე, იმიტომ რომ ამდენი წელია 30 წელია, მეტი 30 წელია მივწვით ამ დამთავრდა რა. ეს უნდა იყოს საბოლოო და რუსეთმა უნდა გადაიფიქროს საბოლოოდ უკვე რა თქმა უნდა უკრაინაზე გადის ხალხი. ხო, ნუ ვერ ვიშორებთ ასე, და რუსეთის ინტერესს, ხო? ფაქტია ხა ჩანს რომ რუსეთია პირდაპირ ამით დაინტერესებული, ხო? და როგორ წარმოგიდგენთ რუსეთის ჩამოშლა თქვენ ამ დროინდელ მოცემულობაში, რომ მას აღარ გქონდეს სურვილი საქართველოზე. უკრაინამ უნდა მოიგოს უპირველეს ყოვლისა და მე ვფიქრობ შეერთებულ შტატებს ამერიკის ეყოფა იმდენი გონიერება, რომ აღარ დაეხმაროს როგორც 90-იანებში ოკაჩა და ფერზე დააყენა რუსეთი რა. მე ვთქვი გონია რუსეთის მიერ 21 საუკუნეში განადგურებულია სრულად. როგორც ამოიყვანო 90-იანებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დააყენა ფერზე რუსეთი, აი რადი აღარ უნდა გააკეთოს, რომ ამენი გონიერება უნდა ეყოს. ყველამ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ნუ რა ვიცი გონია კიდე რომ ვიღაცა გააკეთოს ჩვენი გასაკეთებელი. ეხლა ჩვენი გასაკეთებელი რა არის? რას ეტყოდით თანამოქალაქეებს? ჩვენი გასაკეთებელი არის ერთობა უპირველეს ყოვლისა და ამ ერთობის ძალის ნუ ჩანს ეგ ერთობა, ხო? ყველა ქალაქში იმართება საპროტესტო აქციები უცხოეთ რეჟიმში უკვე მე-16 დღეა. ჩვენ აქ საუბრობთ, აქ იმაში გავართ, ხო? და კაცი ტელევიზორთან წამომიდარი დივანზე ცხელი ყავით ხელში გიყურებს, არა ეს. არა ეს ორი, იმიტომ რომ ყველასი საბრძოლველია რა. ყველა მისი წვლილი უნდა დადოს. თითო აგური ყველა უნდა დააშენოს, რომ ქვეყანა აშენდეს. მადლობა, თქვენი სახელი შემახსენეთ. ბარი ხორავ. ლევან ხორავ. მადლობა თქო ლევან. ასეთია მოქალაქეების განწყობა ბათუმში საპროტესტო აქციაზე, ძლიერი წვიმის, უამინდობის და ძალიან ძლიერი ქარის მიუხედავად ბათუმში გრძელდება საპროტესტო აქცია. ისევ აქტგარან ადამიანები, მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოს წინ და ითხოვენ სამართალს ქვეყანაში. ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების მხრიდან კონსტიტუციურ გადატრიალებას და ევროინტეგრაციის შეჩერებას, საქართველოს ევროპული გზის ჩაკეტვას, რაც პირდაპირ ნიშნავს უდიდესი საფრთხის შექმნას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და მოქალაქეები აქ გამოსული ადამიანები ამბობენ, რომ ისინი აღარ დაიხევენ უკან, რადგანაც ეხლა აღარ არის შინჯდომის დრო, ეხლა არის ბრძოლის დრო, როცა ქვეყანა არის გადასარჩენი და ქვეყანა გადაყავთ რუსეთის ორბიტაზე. ეს საპროტესტო აქციები უკვე მე-16 დღეა გრძელდება არა მხოლოდ ბათუმში და თბილისში და ქუთაისში, არამედ და არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გამოდიან ადამიანები და გამოდიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უკვე ყოველდღიურ რეჟიმში. დღეს მაგალითად მეზღვაურები შეუერთდნენ ბათუმში საპროტესტო აქციას. 20-მდე მეზღვაური გამოვიდა დღეს ბათუმში და შეუერთდა საპროტესტო მოძრაობას, საპროტესტო ტალღას ქვეყანაში და მათი გზავნილიც იყო ეს, რომ ეხლა არის ქვეყნის ინტერესები უპირველესი, რომელიც არის საფრთხეში ეროვნულ ინტერესებს გულისხმობ, როცა ქვეყანა გადადის რუსულ ორბიტაზე და ამით უდიდესი საფრთხე ექმნება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ეს არის კატასტროფა, ასეთია მეზღვაურობის პოზიცია. ხვალ უკვე პრეზიდენტის არჩევასაც აპირებს არალეგიტიმური ხელისუფლება. საპროტესტო აქციები გრძელდება როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. ჩვენ აუცილებლად მოგიყვებით ამბებს, მათ შორის ბათუმის საპროტესტო აქციის შესახებ. ეს უნდა ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.jl და net-gazeti.jl რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.
თუმცა ახაც კი რაღაცა ცეცხლს ვიმბავე და ახაც ისმენო მეშუკი ქართული და თუმცა ვუშაო. ბატონ თორქიდე, თუ ვუშაო, გამხალხება ამ უცხოეთი პროტესტის აღგეცი არის თუ როგორ არის ეს საქმე? აკაგონებს ყველგან მოხსნებით და ყველგან აკაგონებს აკვას პირობას გასცემთ. უკვე გესმით და